გამარჯობა, მე ისევ ბედნიერ სახლში ვარ, ისევ კარგ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დღენიადად ცდილობენ, რომ ბავშვების ცხოვრება ბევრად უფრო ხალისიანი, ხარისხიანი და რაც თავარია ბედნიერი გახადონ. დღეს მე და დედა თინათინის სტუმარია, ურბანიქსის დირექტორი მილენე ხარბედია. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. პირიქით, მადლობა, რომ მომიწვიეთ. და მოდი დავიწყოთ, იცი საიდან, როდის დამეგობრდით თქვენ და ეს არაჩვეულებრივი ფონდი? არაჩვეულებრივი ფონდი, ანუ ჩვენი მეგობრობა ალბათ დასაბამიდანაა, მაგრამ თავად დედა თინათინს ვიცნობ ბავშვობიდან. ვიყავი 8 წლის, როდესაც პირველად გავიცანი, აღფრთოვანებული ვიყავი მისი სილამაზით, მისი სინაზით, მისი სირნარით. ყოველთვის იყო ძალიან პოზიტიური, კეთილი ადამიანი. ფერადი როგორც ვიცი, ძალიან ფერადი ადამიანი იყო, ეს თავად აქვს ნათქვამი. კი, და აი ყოველთვის ესე პოზიტიურად განაწყობდა მის მიმართ ადამიანს. ვიცნობდი ბერი ანდრიას, ანუ დედა თინათინს ჰქონდა ანსამბლი ქართული ცეკვების, ხელმძღვანელი იყო დავდი არ ვიცოდი ეგ ნაწილი. ხო, დავდიოდი ამ ცეკვებს. მე ძალიან კარგად მახსოვს, ბერი ანდრიაც ძალიან კარგად მახსოვს, ესეთი პატარა დარბოდა ამ ხამარში, ქართულ მასში სამოში და ვცეკვავდით. აი ესეთი ქართული ტრადიცია საგრძელებდა დედა თინათინი ქუთაისში. და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება, რომ დავდიოდი, ვხედავდი, ძალიან მიყვარდა, დედა ჩემის ახლო მეგობარი იყო და ანუ აფხაზეთიდან არიან ორივე, ხო? მეზობლები ვიყავით აფხაზეთში, მეზობლები ვიყავით. და ლიანა იყო საოცარი ადამიანი და ძალიან მიყვარდა, ნუ მამასაც რა თქმა უნდა ვიცნობდი, ზაური, ისიც ძალიან მიყვარდა. ეხა არც ერთი არ არის ღმერთმა აცხონოს და ეგ საერთოდაც არ მახსოვდა ეს ამბავი ეხლა რომ მე ძალიან კარგად ხო, ეხლა გამეცნიერება იყო, როდესაც მოვდიოდი. ანუ როდესაც აფხაზეთიდან გადმოვედით და გავხდით უკვე დევნილები და ქუთაისში, იქაც ესე რომ ვთქვათ, იქ უფრო დაუახლოვდი მე რო გითხრათ სიმართლე ლიანას, იმიტომ რომ იქ მანამდე სოხუმში ესეთი ურთიერთობა და ის არ მქონდა. მე აღმოვაჩინეთ, რომ იქაც მეზობლები ვიყავით და მე აღმოვაჩინეთ, ხო? და იქ დაიწყო დევნილობის დროს ჩვენი მეგობრობა, სასტუმრო ქუთაისში ცხოვრობდით, ესე რომ ვთქვათ და მაშინ უფრო დაუახლოვდი და განახლდა იქ ჩვენი ურთიერთობები და რადგან ისე არ შემიძლია, ესეთი ადამიანი ვარ, ესე უბრალოდ რაღაც ტყუილად ჯდომა და გაჩერება არ შემიძლია. ასევე იყო ომის დროს, რომ ექსტრემალური კურსები გავიარე და იქთანი გავხდი, საერთოდ სამედიცინოსთან არანაირი კავშირი არ მქონდა, სახელმწიფო ანსამბლში მუშაობდი, ცეკვავდი და დევნილობის დროს ვიფიქრე, რომ რაღაც უნდა გავაკეთო და ძალიან მიყვარდა ჩემი პროფესია, ძალიან მიყვარდა ცეკვა, სცენაზე დგომა. აი ხა თან ვუსმენ და თან ცდილობ წარმოვიდგინო დედა თინათინი ნაციონალურ კოსტუმში გაშლილი ხელები და მგონია რომ რაღაცა ძალიან კარგი მოცეკვავე იყავით. ასე მგონია. ალბათ ხარ კიდევაც რა საწავით. ხო, აი მარჩევდნენ, როდესაც გრიმი ყოველას ერთნაირი აქვს, ესე რომ ვთქვათ, ძალიან რთულია, კარგად და მით უმეტეს თუ ცოტა შორს ყავი გამოგიცნობენ. მე მცნობდნენ ყველაზე გრძელი ხელი მქონდა. ანუ ესე თუ სადმე ჩემი ხელი უფრო გრძლად ჩანდა, აი აგერ არის მილედიზა, აი მოთ, აი აგერ არის და აი მაშინაც ესე გავაკეთე, ჩამოვაყალიბე ანსამბლი ბავშვების და თქვი რომ აი მოდი თან მეც გავერთობი, ძალიან მიყვარდა ეგ ამბავი და თან ამ ბავშვებსაც ვასწორე, ხა დევნილებს სად ქონდათ ამის შესაძლებლობა რომ ცეკვაზე წაიყვანათ, მაშინ ძალიან ჭირდა, საჭმელი იყო, რა ვიცი, ძალიან რთული შუქი იყო რაღაცები და ესე ჩამოვაყალიბე ანსამბლი, რომელსაც იმედი დავარქვი. ხო და იმედის ესე ანსამბლი ქონდა და თან გასტროლებზე დამყავდა ბავშვები. ყველაზე რაღაც ფანტასტიკა და საოცრება, რაც მაშინ ჩავიდა. სად იყავით გასტროლებზე? ანუ გასტროლებზე ოღონდ ესა წყალტუბოში.
ძალიან ქუთაისიდან ანუ სხვა ქალაქში გახვედით. კი, გავედით და ქუთაისში აი ამ კომპაქტურად ხო იყო ჩასახლებული ეს ადამიანები, დევნილები და ამ სასტუმროებში ვატარებდით კონცერტს. მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი, აი ეს მიყვარს რაღაც კოლაბორაციები და რაღაცა ძალიან ბევრი რაღაცების გადახლათვა. ის გამოცდილებები დამეხმარა კიდევ აქ, აი რა ვიცი, ყველაფრის ერთობლიობაა პრინციპში შესახებ. სტრესში ორიენტაცია ძალიან რთულია ხშირად, ვერ ხვდები რა უნდა გააკეთო და ამ შემთხვევაში ძალიან გაწაფული. ფორმებით შევკერეთ, ჩვენ სადაც ცხოვრობდით, რაღაც საწარმო იყო სამკერვალო, იქ იყო ეს ფარდის რაღაცები, ამ ფარდის ნაჭრებით ქვედაბოლოები, ქამრები, რაღაცები და კინოში თუ მქონდა ნანატი ფარდებიდან კაბებს რო იკერავდნენ, თურმე აი ჩვენ გავაკეთეთ ეს და ანუ იმდენად ვეცადეთ რომ თან ისეთი ყოფილიყო, თან კოსტიუმირებულიც ყოფილიყო და მამა ანდრია იყო ყველაზე პატარა და რაღაცა სოლო ქონდა ეს დადიოდა და ერთი თემური არის ჩვენ ერთ-ერთი ჩვენი ბავშვი და უკვე ძალიან დიდი არის და თავის ოჯახი აქვს და შვილებიც ყავს იმან გამოიყო, იმიტომ 5 წრე დაარტყა და არ გამოდის ეს ბავშვი, ისე მოეწონა ტაშს უკრავდა და კინტაურის ის გონდა და მოკიდა და გამოვიდა და ტირო და დებილი თემურიმ გამომიყვანა, ანუ არ უნდა დატოვება სცენის და მილენა ესეთი ძალიან დახვეწილი, ძალიან ლამაზი და ძალიან ნიჭიერი მოსწავლე იყო ჩემი და იმდენმა ბავშვმა შემდეგ მითხრა რომ გოგოებმაც და ბიჭებმაც რომ დღესაც ხელებს რომ შლითო და აი რაღაცა ეს შენ რო არ ყოფილიყავი ხო არ გვეცოდინებოდა ხა ყველა ქართველი მაინც ხო ცდილობს მის მიუხედავად ხა პროფესიონალურად გაყვება თუ არ გაყვება ხელის გაშლა ყველამ უნდა იცოდეს და ამ ჩემმა ბავშვებმა იმ თაობამ რომელსაც ეს შესაძლებლობა მართლა არ ეკნებოდა იციან ძალიან კარგად ქართულ და ხი პოპს და თუ რა ქვია როგორ თქვა ხო იმასაც ცეკვავდით არა მაგრამ ქართული მე ქართულებზე დავდივარ მარტო ქართულზე ხო და აი იქაც იყო აი ბნელ დროს ხო და აი მადლობა რომ გამახსენე მართლა არ მახსოვდა მეც მადლობა ძალიან დიდი და თქვენ კიდე გამოიწერეთ ჩვენი არხი მოიწონეთ ვიდეოები საჭიროა რომ ხალხმა იცოდეს რომ დედა თინათინი მრავალმხრივ განვითარებული ადამიანია და სტრესში კარგად შეუძლია მოქმედება ისიც სტრესი იყო თუმცა არ იყო დაავადება არ იყო რთული გზა იყო უბრალოდ სიბნელე, იყო სიცივე და ამ ყველაფერში თქვენ ასე გაუნათეთ ცხოვრება ადამიანს, რომ დღემდე დედა თინათინი ახსენდებათ ხელის გაშლაზე. გავიდა მერე პერიოდი და გავიდა პერიოდი, უბრალოდ მინდა აღნიშნო, რომ აი სხვა შვილებზე ზრუნვა დედა თინათინს იმ დროიდან მქონდა, დედა ჩემი იყო საკმაოდ მძიმე დაავად. კი და იცოდა, რომ რაღაც ბოლო ჟამი ახლოვდებოდა. და ვინაიდან დედა თინათინი მისი ძალიან ისეთი ყველაზე ახლო მეგობარი იყო, დაიბარა დედა თინათინი მისი და თხოვა რომ ჩემ შვილებზე იზრუნეთო ჩემი გარდაცვალების შემდეგო და დედა თინათინმა ეს პირნათლად შეასრულა. ხო და ჩემმა და ახლა ჩემი და ჩემზე უფროსია ქალბატონი სვეტლანა და ხო ძალიან რთული იყო ის საუბარი, ძალიან გული მეტკინა და თან ისე დაემთხვა რომ დაბადების დღეზე იყო ხო დაკრძალვა ლიანასი და ძალიან მე ლიანას მარტო კი არა ისე მეტკინა რომ იმ დღეს დაემთხვა ვამბობდი რომ აი არასოდეს ეგ დღე აი თავის დაბადების დღეზე წამოუვა ყოველთვის წინ ეგ ამბავი რომ ეგ რთული დღე იყო მისთვის და მართლა როგორც საკუთარი შვილებისა და ძალიან მიხარია მისი წარმატება და მისი აი ეს ბედნიერი ოჯახი რომელიც ახლა მას აქვს და არის 7 შვილის დედა რამდენი 7 შვილი ყავს და ის არა და ჯერჯერობით ბოლო მე-7-ეს ნათლია ვარ მე და ძალიან მიხარია რომ ეგ ჩვენ კი არ გვჭირდებოდა რაღაც კიდე ზედმეტად რამე ჩვენ ისედაც მას ორგანულად ერთმა მაგრამ ძალიან მიხარია რომ ერთ-ერთი ჩემი ნათლულია ნუ ესეც სტერეოტიპი ალბათ 7 შვილიანი დედა ყველას წარმოგვიდგენია რომ სახლში უნდა იყოს და აგერ დირექტორი ამ ხელა კომპანიის ესეთი ლამაზი კი როგორ ახერხებთ ამას რომ 7 შვილთან ერთად საქმეშიც წარმატებული ხართ
ალბათ ღმერთი მაძლევს ამის ძალას, იმიტომ რომ ძალიან დიდი რწმენა მაქვს და ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, საკმაოდ დიდი რწმენით ვაკეთებთ ჩვენს ოჯახში ყველა რაღაც ერთმანეთზე ვზრუნავთ და ხო, ყველაფერი უფლისგანაა, 7 შვილი რომ უნდა მხოლოდ ალბათ უფლისნება იყო და ძალასაც შესაბამისად მაძლევს. და აქედან გამომდინარე დედა-თინათინთან ეს ურთიერთობა ძალიან გამიხარდა, რომ სათავეში ჩაუდგა ესეთ რაღაცას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ ბავშვებისთვის და არა მარტო ამ ბავშვებისთვის, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ აი მაქვს სურვილი დაუშვათ, რომ რაღაც გავაკეთო ვინმესთვის კარგი, კეთილი საქმე. თუნდაც შესაძლებლობა მაქვს, მაგრამ არის ხოლმე რომ არა მაქვს აი იმისი საშუალება, იმისი ორგანიზების თავი, რომ ეს მოვახერხო. დედა-თინათინი არის ის ადამიანი, რომელიც სათავეში ჩაუდგა აი ესეთ მნიშვნელოვან საქმეს, ეხმარება ბავშვებს და ამით ჩვენც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვისაც რითი შეგვიძლია ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ ამ უდიდეს კეთილ საქმეში. ნამდვილად უდიდეს კეთილ საქმეში. იცით რა, რამდენი ხანია ჩვენ მეგობრობთ, არ გაასულა ძალიან დიდი დრო, მაგრამ ხო, ნუ ნახევარი წელი. კი, აქაურობა არასრულებს ჩემს გაოცებას, მართლა. სულ რაღაც ახალ დეტალს ვამჩნევ და ხვდები, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ადამიანს და ყველა იმ პატარა კუთხეს, რომელიც აქ არის. იმიტომ რომ ყველაფერი არის ძალიან ოპტიმალურად და ძალიან დიდი გულით გაკეთებული, ხო ასეა? კი, და ეს იძენს საბოლოოდ სხვა ენერგიას. ასე არ არის? ნამდვილად ესეა. მე მადლობა მინდა უთხრა Urbanix როგორც კომპანია, სამშენებლო კომპანია, რომელმაც ერთ-ერთი ოთახი ჩემშვილებს ამ კომპანიამ გაუკეთა და იმის გარდა ყველა ჩვენს ღონისძიებაში ღებულობენ მონაწილეობას. აი, თან კიდევ რა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იცით, აი ზოგიერთი კომპანია მიერთდება, თანხას მირიცხავს, მაგრამ არ მოდის ღონისძიებაზე. მეუნება რომ აი დედა-თინათი თანხა ჩაგირიცხავეს, მაგრამ აი Urbanix-ის იმედი სულ ისეთი მაქვს, რომ არა მხოლოდ თანხას ჩამირიცხავს, ის იმ ღონისძიებაზე აუცილებლად მოდის. ეგიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე ის ღონისძიებადად უნდა ჩავატარო, იმიტომ რომ ჩემი შვილებიც გავახარო, რაღაცა ეს ერთობლიობა იყოს აი ამ სიკეთის და ეხლა თუ მხოლოდ რაღაც თანხების ჩარიცხვა იქნება, მხოლოდ აი ამ დღესასწაულად ვერ ვაქცევ იმ დღეს, რომ თვითონ კომპანიაც იყოს ბედნიერი, რომ რაში ღებულობს მონაწილეობა და ჩვენც ვალდებულებას ვიღებთ, რომ რაღაცა ის ბენეფიტი გქონდეთ, რომ აი გავახაროთ თანამშრომლები და რაღაც ეს დიდი სიხარული ერთობლივი იყოს, თან ჩემშვილებს ძალიან უხარიათ და ცალკე ამის ძალიან დიდი მადლობა და თუ რამე ახლა აქ მჭირდება ხოლმე ის კედელი, რომელიც არის, რომ მიწარწა მოსულიყო ის სრულიად ამ კომპანიამ ჩამომისხა და არ იყო ეს პატარა თანხა და ანუ ფინანსურადაც ხო ძალიან გვერდში მიდგას და მეხმარება, მაგრამ თან კიდევ აი ესე ლამაზად მოდიან და შვილები იყვნენ ეხლა ჩვენ მხიარული სტარტების ხო და ისინი მონაწილეობდნენ, ხო, ისინი მონაწილეობდნენ და აი ძალიან მიხალისეთ მილენა არ იყო უცხოეთში იყო და აი ამ ჩვენს ბოლო ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა და დიდი მადლობა Urbanix, რომ გვერდში უდგას ბერი ანდრიას ფონდს. დიდი მადლობა. ერთი რაღაცა მენიშნა მილენამ თქვა, ხანდახან შესაძლებელია თქვათ ზედმეტი თანხაც გაქვს, რომელიც შეიძლება რომ კეთილ საქმეში გაუშვა. დროც გაქვს, მაგრამ არ გახსენდება, იმიტომ რომ რაღაცა სტრესულია ცხოვრება, ყოველდღე არავინ არ გიხსნის, სად რა ხდება, როგორ შეიძლება რომ ეს მოვიყვანოთ ადამიანებმა, ანუ ჩვენი ყოველდღიურობად ვაქციოთ, რომ სულ გვახსოვდეს აქაურობა. იმიტომ რომ ჩვენი ერთი მოსვლით სრულად უკაპიკოთ, უსასყიდლოდ, შეიძლება გავახაროთ აქ ბევრი ადამიანი, ხო? და ეს მათთვის იქნება დიდი სტიმული, რომ თქვათ მათი რთული გზა გააგრძელოს. ესეა? მარტო ფული ხომ არ არის ის თავი საჭიროება რაც ხო ამის თქმა მინდა ყოველთვის რომ კი მადლობა ღმერთს და ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ფინანსები ჩვენს სახლში მდგომარეობაში და აი ამ რთულ ბრძოლაში რასაც ქვია ონკოლოგიასთან ბრძოლა მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი არის თან ფიზიკურად რომ მოხვიდე და აუცილებლად იყო ჩემს გვერდით აი ყოველ შენს მოსვლაზე როგორ ემილიც ქმუტავს და ელოდება, როდის რომ მოკრა თვალი, ჩაგეხუტოს, რამე
მითხრას და ეს არის მისთვის უდიდესი სიხარული. აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, განწყობა ბავშვს, რაც მეტი იქნება სადღესასწაულო კარგი, ეგ პირდაპირ კავშირში არის ჯანმრთელობას. ეხმარება, თქვათ, მკურნალობის გზაზე ხასიათი ბავშვის რაღაცა კონკრეტული კვლევა არსებობს, ანუ თქვენი დაკვირვებით ეხმარება. აი მე ჩემი დაკვირვებით ვიტყვი, ხა ესე რო გითხრათ, რომ სტატისტიკა კუთხით არ მინდა, სტატისტიკაც არსებობს, ხო, აი ამას ვერ ვიტყვი. ადამიანმა პოზიტიურად უნდა შეხედოს ამ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, შინაგანად უნდა იყოს ბედნიერი ვერ იქნები ამ დროს, როდესაც რაღაც ამდენო, მაგრამ რაღაც სიხარულები გაძლიერებს და გაძლევს იმის საშუალებას, რომ იმ ვერაქცენს ებრძოლო. არა მარტო ამ სანთან და მიმართებაში, ანუ სტატისტიკა არსებობს, ყველა დაავადებასთან მიმართებაში, რომ ჩახუტება, განწყობა, სითბო, სიყვარული ყველაფერში გვეხმარება. ხო, და ჩემ ბავშვებთანაც ეგრე და მე ეგ მივხვდი იმ დროს, როდესაც მყავდა ესეთი შვილობილი იოსები, რომელიც წავიყვანეთ ზღვაზე და რომ ჩამოვიყვანეთ, ძალიან მძიმე და რთული მდგომარეობა ქონდა მას და როდესაც დავბრუნდით ზღვიდან შემდგომ კვლევა რო ჩაუტარეთ ქიმიოთერაპიამდე, ყველა ის დაპატარავებული იყო მეტასტაზი. და ხა ზღვაზე ჩვენ არაფერი ისეთი არ გაგვიკეთებია, ხო, უბრალოდ განწყობაზე მას ბევრი სიურპრიზი გაუკეთეთ, იმიტომ რომ ისტორია. ხო, მე როდესმე კარგად მოვყვეთ ისტორია. ძალიან ბევრი სიურპრიზები გაგვიკეთებია მისთვის და აი მაშინ მივხვდი, რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის. მე ჩემი დაკვირვებით, აი განვლილი, აი ამ ჩვენი ისტორიით ყოველი დღით ვაანალიზებ ყოველ დღეს და კიდევ ვცდილობ, რომ კიდევ უფრო კარგი და ესეთი გავხადო და საბა მითხრა ჩვენმა მარკეტინგის გუნდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და თანამშრომელმა, ესეთი რამე მითხრა, რომ ამბობ შენ, რომ აი დავბერდი უკვე და რაღაცებს ისე ვერ ვაკეთებ, სულ მიკვირდაო, ანუ ეხლა რო ხედავს, მაინც ძალიან აქტიურად რამეს ვაკეთებ და სტუმრად ყავდა მისი დედა და ფოტოებს რო ვათვალიერებდითო, ყველა ფოტოსთან შეჩერდა მისი დედა და იმდენი აქტივობა ქონდა, აი ამით მივხვდი, რასაც შენ გულისხმობდი, ანუ აი სახლი იმდენად დიდია და პრობლემებიც ძალიან მომემატა, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ვცდილობ, რომ აი ეს გავაკეთო, რომ აი ჩემი ბავშვების დღე ყოველ დღე იყოს სხვადასხვანაირი, იმიტომ რომ პირდაპირ კავშირში არის მათ ჯანმრთელობასთან და მე თუ ახლა ფინანსური პრობლემები არ მექნა და რაღაცები ისე კარგად ლამაზად დავალაგე, მე იმდენს ვიხალისებ ამ ბავშვებთან, რომ მე თვითონაც გამიკვირდება და არა მარტო ბავშვებს, ხო. განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. და ამიტომ უნდა მოიწონოთ ეს ჩვენი გადაცემა, უნდა მოიწონოთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებულია ამ ვიდეოს გავრცელება ამ სახლის კეთილდღეობაზე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს კიდე ახლა YouTube გადაცემას, მაგრამ კარგია თუ ბევრი ადამიანი გაიგებს, რომ ქალაქის ცენტრში არსებობს ესეთი სახლი, სადაც ძალიან ლაღად და ძალიან მარტივად გადიან რთულ გზას, რომელიც შესაძლებელია ამ სახლის გარეშე ბევრად უფრო დრამატულად განვითარებული იყო მაცხოვრებაში. და კიდევ ერთი მინდა თქვენ გაგიზიაროთ, გავიცანი ორი ადამიანი, რომელიც უკვე დიდია, გავიდა ამ სახლიდან, დაძლია თავისენი და ორივე რომ მიყვებოდა თავის ისტორიას, დედაჩების გარეშე ოპერაციას არ ვიკეთებდიოდა. ჯერ მეგონა რომ თავის დედაზე საუბრობდნენ, მერე დააყოლეს რომ ბიოლოგიური დედა არ იყო. მერე ვერ მივხვდი ბიოლოგიური თუ არ იყო, აბა ვინ დედა იყო. თუმცა დედა-თინათინზეა საუბარი და ამან მე კიდევ ისე არ ვიცი, ისე იმოქმედა ჩემზე, რომ სულად უცხო ადამიანი ხდება დედა, რომლის გარეშეც არ დგავს ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ეს მარტო სიყვარულით ხერხდება, ხო? მათი ასეთი, არ ვიცი. მე ყოველთვის ვცდილობ, როდესაც ახალი ბავშვი მოდის, ესე რაღაც უხეშად არასდროს არ იმას ვქნა. მე ვაძლევ, ჯერ ვაკვირდები, ვსწავლობ ოჯახს, თან კიდევ მე ვფიქრობ, სად შემიძლია რომ ლამაზად და მშვიდად და ისე დავეხმარო, ანუ ეს დახმარება ძალიან ფრთხილი უნდა იყოს. არ უნდა იყოს შეურაცხყოფელი, არ უნდა იყოს რაღაც ისეთი, რაც მას არ სჭირდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ჩემი მწარე გამოცდილება
დამეხმარა ამაში, იმიტომ რომ ორი გამოსავალია, როდესაც შვილს უდგინდება, ეგ ვერაგი დაავადება, ხო ორი გამოსავალი ან მორჩება, ან ვერ. მე უფრო სამწუხარო და მწარე პრაქტიკა მქონდა ამაში და შედეგი დადგა ის, რომ მამა ანდრია ფიზიკურად ვერ გადავარჩინეთ, მაგრამ მადლობა სულიერად ორივე გადავრჩით და არა მარტო ორივე, მთელი ოჯახი ჩვენ და უფალთან არის და აი ამიტომ ვცდილობ რომ ყველა მე ვფიქრობ მე რა მომინდებოდა და არ მომინდებოდა მე იმ დროს რა მომწონდა რა არ მომწონდა ჩემ შვილს რა უნდა და რა მოსწონდა აი ამის მიხედვით ვაკეთებ ყველაფერს და მე რებოზე და ოთო საერთოდ ისეთი ბიჭი იყო რომ არ უნდა და ფონჩი მოსვლა ხო ოთო მახსოვს ამბობდა რომ მე საერთოდ არ მინდოდა იქ მოსვლა აი ხა გუშინ მიმოწერა მქონდა ხა ქვეყანაში არ არის და აი ყველა მისი ნაბიჯი ვიცი რას აკეთებს როგორ აკეთებს მეუბნება მწერს თუ რამე რჩევა უნდა რჩევასაც ვაძლევ თუ არა და მე აბაშვილო ხოცი ხო ჭამე კარგად და აბა როგორ გძინავს და წყალს ხო სვამ იმიტომ რომ ემირატებში არის და იქ უცხელა და ახლა არის ემირატებში იქ უცხელა და რომ აკონტროლებს წყალს ხო და ანუ ახლა ესი არცხელადი და არის ნერვიულო და რაღაც ესეთი ისინი მაგ და მე მართლა გულწრფელად როგორც მამა ანდრია ესე მიყვარს ეს ბავშვები და როდესაც მორჩებიან აი მაშინ ვთვლი რომ მე და მამა ანდრიამ კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ აი ეგ არის ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი და თან კიდევ რომ ისი არ გამომივიდეს მამა ანდრიასთან რაც ვერ განვიცადე ყველა ეს სიხარული ამათთან ერთად განვიცადე როგორ შეიძლება ჩემი თავი შემეცოდოს მე მხოლოდ იმაში რომ ფიზიკურად ვერ მყავს აქ და შეხება არა მაგ თუ არა სულ გრძნობ მამა ანდრიას მეუბნებოდა ნუ გეშინია და თან პირველი ხელფასი მომიტანა ხო ერთ-ერთმა ბავშვმა რაც ბევრჯერ მიხსენებია და აი ჩავთვალე რომ ან მომიტანა როგორ გამიხადებენ და ზუსტად ის რეაქცია მქონდა გამithხოვდა შვილი ყავს ანუ ყველა იმ სიხარულს მართლა გულწრფელად განვიცდი და ისინიც ამას ხედავენ რომ შეიძლება დიდი მოატყო რაღაცა მოიფიქრო რაღაცა დათრგუნო შენში მაგრამ ბავშვს ვერ მოატყუე ვერც დიც ესე თუ გულწრფელი არ ხარ სადღაც მაინც გაიპარება და აქ ყველა ბავშვი რომელიც ცხოვრობს არ ცხოვრობს ავიდა მოდის ყველასთვის თანაბრად ყველასთვის არის საყვარელი დედა მართლა დე რომლის გარეშეც არც ერთ ნაბიჯს არ დგავენ ცხოვრებაში საოცრებაა ეს მართლა მინდა კითხოთ კი არა და მოდი სხვა კომპანიებს რომელსაც ჯერ არ გადაუდგავთ ეს ნაბიჯი თავისი სულისთვის მოდი ესე ვიტყვი და არა თქვა ამ ფონდისთვის რას ურჩევდით ვურჩევდი რომ ჩაერთონ ამ კეთილ საქმეში იმიტომ რომ ღვთისმადლი საკმაოდ დიდია თქვენ სულსაც დაიმშვიდებთ უდიდეს საქმეს გააკეთებთ ძალიან ბევრ პატარას გადაარჩენთ ეს არის ყველა ჩვენგანის მოვალეობა მე ვფიქრობ რომ ეს ჩვენი ვალია არის ნამდვილად და ამ გადაცემას რას უსურვებდით რომელიც სულ ცოტა ხნის წინ წამოვიწყეთ. წარმატებები და ბევრი ეთერი. დიდი მადლობა. გამოიწერეთ მართლა გვერდი, ბევრი ეთერი, ბევრი ინფორმაცია და ბევრი ადამიანის ყურადღება. რა ვიცი, მე მგონი ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს, ხო? კი, ღვთის შეწევრით და წყალობით მე ძალიან გამიხარდა გუშინ ყავდა სტუმარი, რომელსაც რაღაცა საუბრობდი და გააგრძელა ჩვენი გადაცემის და მითხარ რომ ყველა გადაცემას თავიდან ბოლომდე ვუსმენ, ვუყურებ და ძალიან გამიხარდა, მომეწონა და სხვათა შორის ბავშვები კი დამცინია ჟურნალისტობა ძალიან მოგეწონა როგორ ჩაანსო და ძალიან იფერებო და მართლა ჩემთვის განსაკუთრებული არის ის რომ მე მაგ შესაძლებლობა კომპანიებს მადლობა უთხრა რაც პირდაპირ ეთერებში და ტელევიზიებში შეუძლებელია. ჩემი მორჩენილი შვილების ისტორიები დავანახოთ და შენთან ერთად თან წამყვანობა ჩემთვის დიდი პასუხისგებლობაა და ძალიან სახალისო არის ჩემი პირიქით მინდა ვთქვა ადამიანებს ვის ტელევიზიაში მუშაობთ ჩვენი გონება სხვანაირად არის მოწყობილი და პირდაპირ მონტაჟურად უსმენთ უყურებთ და დრამატურგიულად რაღაცებს ვაწყობთ. დედა თინათინი იქნებოდა ყველაზე დიდი პროფესიონალი ტელევიზიაში, იმიტომ რომ იცის ხოლმე, ხო ამას იქ ვიტყვი ეს ხო ანუ ზუსტად ისე მუშაობს მისი ტვინი, გეგონება ტელევიზიაში აქვს გატარებული 50 წელი. ანუ აი ეს ძალიან ნიჭიერი ქალბატონი არა, ძალიან ვერ ვიტყვი. ანუ მე რაც ძალიან მინდა, მიყვარს და ვხედავ რომ ეს კარგია, იმაში მთელი გულით, სულით, არ ვიცი, გონებით და ყველაფრით. ხო, აი ამას ვაკეთებ, რომ აი ეგ შესაძლებლობა გქონდეს, ვინც ეხა იბრძვის მათთვის იმედი იყოს, ვინც უკვე მორჩა რამხელა მნიშვნელობა
მიღწევობა აქვს და რამხელა პასუხისგებლობა რომ მორჩა ეს რაღაცა იყო მაინც ღმერთმა რაღაც დაანახა რომ ეს ეხა მე კიდე უკეთესი უნდა გავხდე ჩემ ყველა შვილს ვეუბნები დედა, შენი თავის კიდევ უფრო კარგი ვერსია უნდა გახდე. დედა, წლიდან წლამდე კიდევ ბევრი რაღაც უნდა შეიძინო და ბევრი კარგი რამ. ანუ ცუდს უნდა დაიმშვიდობო და რაღაც ბევრი კარგი რაღაცა უნდა შეიძინო და როცა ეს გადაცემა მე მგონი ამის შესაძლებლობასაც აძლევს ადამიანებს, კომპანიებს, რომ აი თავიანთი თავის კიდევ უფრო კარგი ვერსია გახდნენ და ჩავამატებ რომ ბერი ანდრიას ფონდის რა ვიცი ამ დიდ საქმის თანამონაწილეები მე მენანება ის ადამიანები ვინც არ არიან ჩვენთან ერთად თანამონაწილეები ამ უდიდესი საქმის რომ მე მარტო რა თქმა უნდა ევროპს ვერ გავაკეთებდი ხო აი ძალიან მინდოდა და უბრალოდ ღვთის წყალობას და მამა ანდრიას ფარველობას რა შეგვიძლია ძალიან ხო მინდოდა ამ გადაცემის გაკეთება ზუსტად მაგ დროს მოხვედი ფონდში ხო უბრალოდ ვისაუბრეთ და მე არც კი მithქვამს გადაცემა ამ ოთახში რომ შემოხვიდე როგორი სტუდიური ოთახი მაშინ გაგიმხილე რომ ეგ ძალიან მინდა და რატო აი ბევრი რაღაცის გადაბმა რომ მიყვარს ეს არ არის მხოლოდ კომპანიების მადლიერება ეს არის ჩვენი ექიმების წარდგენა ძალიან ბევრი რგოლია ხო ძალიან რაც ერთიანობაში ქმნის იმას რაც გვაქვს მოდით აქ და თქვენი თვალით ნახეთ როგორ მკურნალობენ ბავშვები რა სჭამენ რა სვამენ რამდენ ფულს იხდის დედა თინათილი ყოველთვე კომუნალურ გადასახადში შოქში ჩავარდებით და ამ ყველაფერზე პასუხისგებელი ვართ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე რომლებიც ხან ვირიდებთ თემას ხან უბრალოდ ჩვენი სტრესები გვაქვს იმდენი რომ არც გვახსენდება რომ მასთი რამ არსებობს და გეხვეწებით მარტო ამიტომ გამოიწერეთ ეს გვერდი რომ ეს პატარა მინიშნება ყველასთან მივიდეს რომ ყველამ თავისთვის აკეთოს რაღაც კარგი და შემდეგ უკვე ფონდისთვის კიდევ ერთხელ მადლობა რომ იყავით ჩვენ სტუმარად და რომ არაჩვეულებრივი ადამიანებისთვის რაღაცას აკეთებთ ძალიან ბევრს მაგრამ ამ შემთხვევაში მოდი ესე ვთქვათ მოგძალებულად რაღაცა რაც აბედნიერებს ამდენ ადამიანს მადლობა მომავალ ოთხშაბათამდე ყოველ ოთხშაბათს 21 საათზე ინტერნეტ გადაცემა სიცოცხლის ხედი